სოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი ჯერალდ ფორდი, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის ფონზე ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება, უკვე კუნძულ კრეტაზე, შეერთებული შტატების საზღვაო ბაზაზეა. გავრცელებული ცნობებით ავიამზიდი ბაზაზე საწვავის შესავსებად 4 დღის განმავლობაში დარჩება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედრო მოქმედებებით თეირანს არაერთხელ დაემუქრა, თუკი ირანის შტატებთან ახალ შეთანხმებას არ დადებს. ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთში ბოლო 10 წლეულების განმავლობაში უპრეცედენტოდ გაზარდა, რათა ირანს დათმობებზე წასვლა აიძულოს. ეს ყველაფერი კი მოლაპარაკებების პარალელურად ხდება. ხუთშაბათს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის ომანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაშია ჩანიშნული. პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ შეზღუდულ დარტყმებს განიხილავს. ამის პასუხად კი ირანში განაცხადეს, რომ ნებისმიერი დარტყმა თავდასხმად შეფასდება და შესაბამის სასტიკ პასუხსაც გამოიწვევს. ვაშინგტონიც და თეირანიც მიანიშნებენ, რომ მოლაპარაკებების შავარდნის შემთხვევაში ომისთვის მზად არიან. ისლამური რესპუბლიკა უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 12 დღიანი კონფლიქტისას თეირანის ბირთვულ ობიექტებსა და მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელობაზე იერიშები მიიტანეს. ამას ემატება დეკემბერსა და იანვარში ჰიპერინფლაციით გამოწვეული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივად ჩახშობით გამოწვეული რეაქცია. კრეტაზე მდებარე საზღვაო ბაზაზე, სადაც ახლა ავიამზიდი ჯერალდ ფორდი იმყოფება, დაახლოებით 1000 ადამიანი მუშაობს. არც საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს და არც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ათენში ავიამზიდის ბაზაზე ჩასვლის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჯერალდ ფორდს 75-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავის გადაყვანა შეუძლია. ამჟამად ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთში 10-ზე მეტი სამხედრო გემი ჰყავს, მათ შორის 1 ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი და 9 გამანადგურებელი. რეგიონში ერთდროულად 2 ამერიკული ავიამზიდის ყოფნა, რომელთაგანაც თითოეული ათეულობით საბრძოლო თვითმფრინავს და ათასობით მეზღვაურს ატარებს, იშვიათია. გასული წლის ივნისში, როდესაც ისრაელთან ერთად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 12 დღიანი კონფლიქტისას ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა, ვაშინგტონს რეგიონში სწორედ 2 ასეთი გემი ჰყავდა.